სად იყო და სად არ იყო 1280 დღე ვიომეთში იყო. ციხეში გადაიყვანეს და მიხეილ სააკაშვილის გვერდიდანაც კი ჩემი ძმის ვიდეო განათავსეს და საკმაოდ ვრცელი პოსტი მიუძღვნეს, ხო, მისი ოფიციალური გვერდიდან. ხო და მოდი ხა ადმის მიმართო, მაგარი გონება დახშული რო არის რა. აი ეს არსებები წამოსხდნენ თავზე საქართველოსი და წარმოადგენენ საფრთხეს დიდისთვის თუ პატარისთვის. მიხეილ სააკაშვილი რა საფრთხესაც წარმოადგენდა საქართველოსთვის. ხო, ეგ ყველამ ძალიან კარგად ვიცით. და ჩემი ძმა რომ საფრთხეს მარტო მტრებისთვის წარმოადგენს, საქართველოს მტრებისთვის. აი ეგ ფაქტი არის. რა დავტოვე მე და რას დაამსგავსეს ჩემი საქართველო ამათ. კადიროლების, ჩამოსხმის გრუზინების ეკოსისტემის და შეარაღებული იმბეცილების თარეშით გავსებულ საქართველოს და ჩვენ არ გვიოცნებიან და არც ამდენი ოფრი და ძალისხმევა ჩამგვითხევია. შენ რაც ამოანთხიე საქართველოსთან მიმართებაში, ნამდვილად ამაზე მეტი დაუშავე, ვიდრე თუნდაც აი ხა ამ პოსტში წერ. ამას ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ასე მალე 90-იან წლები დაბრუნდებოდა, აი ეს მოგიტანათ ქოცობამ. ქოცობამ. იცი რა მოგვიტანა? თავის დროზე შენი თავი მოგვიტანა. მიხეილ სააკაშვილის თავი მოგვიტანა ქოცობამ თავის დროზე, იმიტომ რომ ბიზნესმენი მისი დამფინანსებელი იყო. და არც ქოცები მაინტერესებს, არც ნაცები მაინტერესებს. და მოეშვით იმ ლოგიკასაც, რომ თუ ნაცი არ ხარ, ქოცი ხარ და თუ ქოცი არ ხარ, ნაცი ხარ. ჩემთვის არც ერთი არ არის მისაღები. ახლა მე გეკითხებით, რომელიც ცივილიზებული ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსი შეხედავს ამას სიმშვიდით და ურეაქციოდ. სიმშვიდე ურეაქციოდ, ნამდვილად ვერავინ ვერ შემოგხედავთ ვერც ნაცებს და ვერც ქოცებს. არაუშავს მალე დავამყავთ წესრიგს და ყველა თავის ადგილს მიუჩენს ქართველი ერი. ქართველი ერი ხო, ყველას თავის ადგილს მოგიჩენთ. შენც ციხეში იქნები და ქოცებიდანაც არაერთ ლიდერს მოგისვამთ გვერდზე. მოვა იქ დროს ზუსტად იცოდეთ რა. ჯერ ერთი ჩემო ძმამ 3 თვის წინ თავის დაბადების დღეზე თავის ივე ვერანდაზე ჰაერში გაისროლა მხოლოდ სასიგნალო იარაღი, რომელსაც არავის დაზიანება არ შეეძლო. ხო და უბრალოდ 3 თვის მერე იყენებენ ამას და ამას ყველაფერს თავისებურად გიფუთავენ იმის გამო, რომ მე ის აუდიტორია დამიკარგონ, რომელი აუდიტორიასთან ერთად ვცდილობ, რომ არაბული ქალაქების მშენებლობა შევაჩერო საქართველოში. ხო და ქოცების ყველა ლიდერს ვიწვევ საჯარო დებატებზე არაბულ ქალაქებთან მიმართებაშიც, თავიანთ 13 წელზეც რაღა თქმა უნდა და ამის 12 წელზეც. ამავდროულად მინდა მოგმართოთ საზოგადოებას რა. გონზე მოდით რა. არც ერთი ტელევიზია არ არის დამაჯერებელი. არც ნაცების, არც ქოცების. არც ერთ მხარეს არ მივეკუთვნები და მარტო ჩვენი ერისთვის მიცგერს გული. რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძოლა გრძელდება, შევამეხმაროთ ყოველი თქვენთაგანი არა არაბულ ქალაქებს და ზუსტადაც რომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და არ დაუშვათ საქართველოს ქართველების გარეშე. ქართულ საქართველოს გაუმარჯოს და ვინც ამაში არ მეთანხმება, როგორც აი მიხეილ სააკაშვილის გვერდის ადმინი არის გონება დახშული, ისევე გონება დახშულები არიან ყველა ვისაც საქართველოს ქართველების გარეშე სურს და ყველა მათგანის დედას ვენაცვალე ზმნის ყველა ფორმაში რა. მიხეილ სააკაშვილის გვერდიდანაც რომ ჩემი ძმასთან დაკავშირებით პოსტი დაიდება, ეგ იმას ნიშნავს, რომ იმდენად სუფთები ვართ, რომ ღმერთმა დამიფაროს ნაცების ან ქოცების ტელევიზიებმა, თუ მართმა სატელიტებმა თუ ლიდერებმა ჩემზე და ჩემ ოჯახზე კარგი ილაპარაკო. იცით რატომ? იცით რატომ? ეს ქვეყანა ჭაობში ამათმა ჩაიყვანეს და ამ ჭაობიდან ჯერ უნდა ამოვიდეთ და მე ავაღორძინოთ ჩვენი ქვეყანა რა და ვინც არ მეთანხმება, თქვენი ნაცის და თქვენი ქოციც რა.